მოგესალმებით სვანეთიდან, კონკრეტულად უშგულიდან. ჯორჯი ექსემესის გუნდი ამოვიდა უშგულში, აქედან ვიწყებთ მოგზაურობას და ახალი ველოტურების დაგეგმას თქვენთვის. დღეს დაახლოებით 10 კილომეტრი მანძილი უნდა დავფაროთ სალმხარეს და სულ ჯამში ვარაუდობთ, რომ გამოვა 20 კილომეტრის ველოტური, მაგრამ ამ ხეზე 20 კილომეტრის გავლა ნამდვილად ღირს. შეიძლება ცოტაა და გეცოტავებათ, მაგრამ დამიჯერეთ ღირს. ყოველ შემთხვევაში თქვენთანაც დარწმუნებით, როცა აქ მობრძანდებით. დავიზარი შენები არ დაუხო საფერობო ფარე ერთი, ორი, სამი. ეხლა ცოტა გზას გადავუხვიეთ. რაღაც მაგარი ბილიკი აღმოვაჩინე. იქიდან უნდა დავუშვა. დავეშვათ. მაგრამ სავარაუდოდ ეს ტურში არ შევა. გული არ დაგწყდეთ. იმიტომ რომ თქვენ ძალიან მაგარ ბილიკებზე უნდა გატაროთ მაინც. ხო, კიდე რა მინდა გითხრათ. აუცილებლად წამოიღეთ გრძელმკლავიანი, როდესაც ესეთ ადგილას მობრძანდებით. აუცილებლად წამოიღეთ მზის დამცავი. აუცილებლად წამოიღეთ ხოლმე პირადი აფთიაქი. და განსაკუთრებით ყურადღება მიაქცეთ ხოლმე ასეთ ჩამონათვალ სოციალურებში, ხონდიძეებში უпростоრად დებთ ინფორმაციას ამის შესახებ. და ნუ წამოხვათ ჩვეულებრივი ტურისტები, რომელიცაც მანქანით გადაადგილდებიან და მანქანით დაატარებენ და ასე შემდეგ. როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებით, განსაკუთრებით უნდა მიესადაგოთ ბუნებას. აბა შეხვედრამდე დანარჩენს განახებთ, სადაც ავდივარ და საიდანაც უნდა დავეშვათ. ერთი, ორი, სამი. ესე იგი პირველი დღე და დავგეგმეთ უშგულის მიმართულება. საბოლოო ჯამში გამოვიდა 15 კილომეტრამდე. მარტივი სასიარულოა, სამანქანო გრუნტის გზაზე, არ გაგიჭირდებათ. აქედან ცოტა პედლების ტრიალი გიწევს, მაგრამ ძალიან მარტივია, ულამაზ ბუნებაში არ მოიწყეთ. და უკანა გზაზე მაგარი დაშვება. ასევე შეგვიძლია ბილიკებზე გადაგეყანოთ, რომელიც
გადავწყვეტ და ვიდეოს წინანაძილში ნახავთ და ნახოთ რა იქნება ხვალე ხოლმე და ნახოთ როგორ ჩავატარებთ. ველოდებით ხვალე და დროის სიმცირის გამო მე და ჩემმა გიდმა სოფუნამ გადავწყვიტეთ რომ ველოსიპედების თრევას აღმართზე მე თქვენ არ მოგიწევთ, მე ჩვენ აგიყვან სხვა მხრიდან სოფელადიშიდან ავიდეთ ფეხით და ველოტურების დაგეგმა გადაგვექცა ლაშქრობაში. ეს გვერდები, ეს თეთრნული და იმედია ხედავთ, ეს ის ადიში. აი ამის გამაზვა არ შეიძლება. აუ რა ლამაზია იცი? ნაკლობას მიყვე. იგი რა მინდა გითხრათ. ისევ იმ ბილიკით ბრუნდებით უკან, იმიტომ რომ მანქანას უნდა მივაკითხოთ ადიში. და ჩვენი დასკვნა ისევ ისეთია. ეს ბილიკი თეთრნული ადიში გამოდგება მხოლოდ გამოცდილი ველომოყვარულებისთვის. რადგან შეიცავს ისეთ მონაკვეთებს, სადაც გამოცდილება მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თხოვთ რომ თავი შეიკავოთ ისეთ ადამიანები მაგ წამოსვლისგან თავი, რომლებიც დამწყები ველომოყვარულები ხართ. ისევ თქვენი უსაფრთხოების გულისთვის. სულ ეგ არის დროებით. შეგიძლია ცოტა მოვუმატო თუ შეგიძლია, რამდენი შეგიძლია იმდენ. იგეში. Ну все равно здесь солнце. Иди. Кусай. Guardai. Surna uğraştı ya diye sur. Düşe. Arkada var. Ey, das ist schön hier. Was du mir ja mit